დოჰა და სანტიაგო უძველეს ტრადიციებზე ამოზრდილი ორი თანამედროვე ქალაქი. მართალია სამხრეთ ამერიკულ და არაბულ კულტურას ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრი აშორებთ, მაგრამ საერთოდ ძალიან ბევრი აქვთ. ასეთია მაგალითად პარაგვაის ჰოლისა და კარაკის ჩაი, ორი დიდი ტრადიციის მქონე სასმელი. ასევე ალსადოს ქსოვის ტექნოლოგია და აცტეკური ორნამენტები. ორივე შემთხვევაში გამოყენებული გეომეტრიული ფიგურები ტომობრივ კულტურას ეყრდნობა. ხელოვნება, მუსიკა, საკვები და სპორტი. აი რა აკავშირებს საუკუნოვან ტრადიციებს, რომლებიც კულტურის მეშვეობით მარადიული დიპლომატიის საფუძველს ქმნის. მე ლაილა ჰუმაირა ვარ და ჩვენი გადაცემის მოსამზადებლად დოჰიდან, კატარის დედაქალაქიდან, სანტიაგოში, ჩილეს დედაქალაქში მივემგზავრები. ინიციატივას კულტურის წლები, რომელიც კულტურისა და განათლების კავშირებს საერთაშორისო დონეზე ამყარებს, თითქმის 15 წელი усრულდება. ამ პროგრამას საფუძველი 2012 წელს შეიხა ალ-მაიასა ბინთ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ ჩაუყარა. პროგრამა აერთიანებს რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, რომელთა შორისაა იაპონია, საფრანგეთი, ბრაზილია და მაროკო. წელს პროგრამაში არგენტინა და ჩილეც ჩაერთნენ. იმის აღსანიშნავად, რომ არგენტინას კატართან ორმხრივი ურთიერთობების 51, ჩილეს კი 53 წელი შეუსრულდათ. ინიციატივა კულტურის წლების ფარგლებში ამ სამი ქვეყნის მუზეუმებს შორის თანამშრომლობის გარდა ეწყობა საგანმანათლებლო გასვლებიც, რომლებიც კატარისა და სამხრეთ ამერიკის საზოგადოების დაახლოვებას უწყობს ხელს. ეს პრაქტიკული, ადამიანურ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა ადგილობრივ ტრადიციებს გლობალურ რაკურსში წარმოაჩენს. სანტიაგოდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნავიდადის ოკეანისპირა რეგიონისკენ გავემართეთ და 2 საათნახევარი ვიმგზავრეთ, რათა გაგვერკვია, თუ როგორ შეიძლება საერთო ენის გამონახვა თუ კი ერთმანეთს ხელოვნების შესახებ ცოდნას გავუზიარებთ. მაღლა ნავიდადის მთებში კატარიდან ჩამოსული მოხალისეთა ჯგუფი კერამიკის დამზადების ტექნოლოგიას სწავლობს ანასგან, რომელიც მაპუჩეს ტომიდანაა. ამ ტომის ხალხი სამხრეთი ამერიკის ძირძველი მოსახლეობა და კოლუმბამდე არსებული მეთუნეობის ტექნოლოგიის ერთ-ერთი უკანასკნელი მცველია. ხოსე გუზმანი არაკომერციული ორგანიზაცია ლანჩანას დირექტორია. ეს ორგანიზაცია ცდილობს ტრადიცია შეინარჩუნოს, რისთვისაც ადგილობრივ და საერთაშორისო მოხალისეებს აი ესეთ გასვლებს უწყობს. ნავიდადში განსაკუთრებულად სუფთა თიხაა, რომლის მოპოვებასაც სავარაუდოდ აბორიგენი მოსახლეობა ცდილობს. მათ ისიც იციან, რომ ამ თიხისგან ზოგჯერ ძალიან რთულია საგნის დამზადება. მეთუნეობა ნავიდადის მოსახლეობას ოდით განმოსდგამს. ამ ტექნოლოგიის საიდუმლოს აქაურ ნიადაგში უდგას ძირი და მისი დაცვა მაპუჩეს ტომის წევრთა ცხოვრების, საზრისი და თვითმყოფადობის განსაზღვრელი ფაქტორია. Mapuche means it's two words. Mapu, it's tierra, it's tierra. მაპუჩე ორი სიტყვისგან შედგება. მაპუ ითარგმნება როგორც მიწა, ხოლო ჩე ნიშნავს ხალხს. ანუ ეს სიტყვა ნიშნავს მიწის ხალხს. People from earth. მოხალისეებმა დაასრულეს მაპუჩეს ტრადიციული თიხის ნაკეთობების იდენტური ნივთების დამზადება და ახლა მათ იმ ღუმელში შედგამენ, რომლის აშენებაში თავადაც მიიღეს მონაწილეობა. ჰაზემ იდრისი კატარის მუზეუმების მოხალისეთა პროგრამის ხელმძღვანელია. იგი დიდი ხანია კულტურის წლების პროგრამაში მონაწილეობს. ყოველ წელს ამ პროგრამის ახალი გამოშვება ცოტათი განსხვავდება წინამორბედისაგან. If you look around, that's the culture that we are. თუ ირგვლივ მიმოიხედავ, ნახავ, რომ ასეთი რამ კატარში არ გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ გული გვწვდება ამის გამო, მაგრამ არ გვაქვს. ჩვენთან არის უდაბნო, რომელიც აქ არ არის. სამაგიეროდ აქ არის მწვანე საფარი, რომელიც ჩვენთან არ არის. ასე რომ მოხალისეები ასეთ დეტალებსაც აქცევენ ყურადღებას და უხარიათ. გვინდა რომ ისინი ჩვენი პროგრამის ელჩები იყვნენ. მათ შეუძლიათ აქ არგენტინაში ან ჩილეში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ჩდაბეჭდილება კატარში ჩაიტანონ და თავიანთ კოლეგებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და სხვებს აქ ჩამოსვლის სურვილი გაუღვივონ. მისი მიზანია ერთმანეთის კულტურასთან ზიარება, რომ ჩვენ სხვები გავიცნობთ, სხვებმა კი ჩვენ გაგვიცნონ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოხალისეთა შორის გრძელვადიანი ურთიერთობისა და ქვეყნებს შორის პარტნიორობისთვის. Knowing you and you knowing me is very, very crucial and very important for a long-term legacy between the volunteers and the in-country partners. უამრავი რამის სწავლა შეიძლება ნავიდადის მოსახლეობისა და მათი ბუნებასთან ურთიერთობის ისტორიისგან, რაც წყნარი ოკეანის სანაპიროზეც ითქმის. საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივები ჰარმონიულად ცხოვრობდნენ გარე სამყაროსთან და მშვიდად იღებდნენ ტალღების ნობათს.
ზღვის წყალმცენარეები ახლახან აღიარეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც საუკეთესო საკვები. მაშინ, როცა ოდითგანვე ის ჩვეულებრივი საკვები იყო სამხრეთ ამერიკის აბორიგენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ოკეანის პირას მოსახლე ტომებისთვის. აქ ნავიდატში მრავალი თაობისთვის ზღვის წყალმცენარეების შეგროვება ყოველდღიური სარჩო იყო. წყალმცენარეების საკვებად გამოყენება, რომელიც ერთ დროს სასიცოცხლოდ აუცილებელი ტრადიცია იყო, ახლა ალგუეროსის მსგავსი ინიციატივების წყალობით არის შენარჩუნებული. ნავიდადის მოსახლეობისთვის წყალმცენარე უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ერთად მოახერხეთ პროდუქტის გადამუშავება და ზღვიდან პირდაპირ მომხმარებლამდე მიტანა. აღარ გვჭირდება შუამავალი რგოლები, რის გამო ძალიან მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტს ვაწარმოებთ. დამტკიცებულია, რომ ზღვის წყალმცენარე უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე რძე. ზოგიერთ სახეობას კი ხორცის შემცვლელადაც იყენებენ. ერთი ქალის გარეშე დაწყებული პატარა საქმე. ახლა დიდ საწარმოდ იქცა, რომელშიც წყალმცენარეებს ასუფთავებენ, ამუშავებენ, აფასოებენ და ბაზრისთვის ამზადებენ. სესილიას იმედი აქვს, რომ პროგრამა კულტურის წლებში მონაწილეობა საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანს. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ გუნდური მუშაობა გაგვაძლიერებს. ამ პროგრამამ საშუალება მოგვცა, რომ თქვენი და ჩემი სამყარო გაგვეერთიანებინა. ჩემს სამყაროს სჭირდები თქვენ და თქვენ სამყაროს კი მე. სესილია ძალიან ღელავს იმ საფრთხის გამო, რომელიც წყალმცენარეების შემგროვებლებს ემუქრებათ, რადგან თუ ამ სიმდიდრეს არ მოუფრთხილდებიან, შესაძლოა თავად ნავიდადის არსებობაც კი ეჭვქვეშ დადგეს. არც ერთმა ჩვენგანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზიანოს ეკოსისტემა, რადგან ამაზე დგას დღევანდელი დღეც და ხვალინდელიც. ჩვენი ვალია დავიცვათ იგი, მასზე ვიზრუნოთ და პასუხისმგებლობით მოვექცეთ, რადგან სწორედ ბუნება გვანიჭებს სიცოცხლეს ყოველ დღე. არაბულ და სამხრეთ ამერიკულ კულტურებს კიდევ ერთი საერთო აქვთ, ცხენების სიყვარული. ამ ორივე კულტურის წარმომადგენლების მრავალი თაობისთვის სწორედ ეს ლამაზი ცხოველი იყო როგორც სატრანსპორტო, ისე თავის გატანის საშუალება. მართალია ცხენი ახლა სტატუსისა და სპორტის სიმბოლოდ იქცა, მაგრამ ამ დიდებული ცხოველის მოვლის ხელოვნება ისევ სანუკვარ ტრადიციად ითვლება. ჩემი სახელია ბენჟამენ უბერტი. მე ვარ დოჰის ცხენების ვეტერინარული სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმი. ეს საავადმყოფო მხოლოდ ცხენებზე ზრუნავს. აქ ჩემი სპეციალობა შინაგანი მედიცინაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კურნალობ ნებისმიერი ჯიშისა და ასაკის ცხენებს, რომლებსაც აწუხებთ მუცლის ტკივილი, სასუნთქი გზები, ენდოკრინოლოგიური პრობლემები. დიაგნოზ ანალიზების საფუძველზე ვსვამ. ვიღებ სისხლის ანალიზს, ვაკეთებ ეკოსკოპიას, რადიოგრამას და მიღებული შედეგების მიხედვით ვსვამ დიაგნოზს. ამის მერე ვწყვეტ თერაპიული მკურნალობაა საჭირო თუ ქირურგიული ჩარევა. პაციენტებს თუ საჭიროა საავადმყოფოში ვტოვებთ, თუ არა და ვუშვებთ და სახლში უტარებენ მკურნალობას. ჩვენს ცენტრსა და მთელ კატარში შემოსული ცხენების 80-90% არაბულია. ეს ულამაზესი ჯიშია. ეს ძალიან ძველი ჯიში ათასობით წელს ითვლის. ტრადიციულად ეს ცხენი აქ ძალიან ფასობს. ჩემ სამშობლოში კრიოლოს ჯიშის ძალიან ბევრი ცხენია, რომლებსაც იყენებენ როგორც ჯირითისთვის, ისე მუშა ცხენებად. არიან ასევე პოლარული პონები. ეს ცხენები შეჩვეული არიან პამპასა და პატაგონიაში, მთების ორივე მხარეს თავის გატანას და ძალიან რთულად მრავლდებიან. And their horses are adapted to survive in the Pampas or in Patagonia, on either side of the mountains, and they're very hardy breeds. მე არგენტინაში დავიბადე. ბუენოს-აირესში გავიზარდე, მაგრამ გამიმართლა და ბევრი ვიმოგზაურე. მთელ არდადეგებს ბიძა ჩემის ფერმაში ვატარებდი. იქ ყოველთვის ყავდათ საქონელი და ცხენები. ცხენზე გავიზარდე, ალბათ 14-15 წლისა ვიყავი, როცა ერთი ცხენი სახლში ნატკენი ფეხით დაბრუნდა. მახსოვს როგორ მოდიოდა ვეტერინარი, ჭრილობას უწმენდა, უმუშავებდა, უხვევდა და ანტიბიოტიკებს აძლევდა. მე ვეხმარებოდი. ცხენს ვუჭერდი, სახვევებს ვაძლევდი და ეს ყველაფერი უზომოდ მომწონდა, მსიამოვნებდა, ცოცხალ არსებას რომ ვეხმარებოდი. ახალ თაობას ყველაფერს ვასწავლით, რაც ვიცით. ჩემი შვილები ლათინო ამერიკელები არიან და რამდენადაც ვახერხებ, ხშირად მივდივართ სახლში, რათა უპირველეს ყოვლისა ურთიერთობა ჰქონდეთ ბებია ბაბუასთან, ბიძებთან და ბიძაშვილებთან. თუმცა ყოველთვის ვსვამთ ცხენზეც.
ახლახან დაუბრუნდით ჩვეულებიდან, რომელიც მთაში გავატარეთ და ალბათ 3 კვირა ბავშვები ცხენს აჭენებდნენ დილიდან დაღამებამდე. მიმაჩნია, რომ ცხენების ექიმობა ნამდვილად ჩემი საქმეა, ნამდვილად მომწონს, რასაც ვაკეთებ. We just came back from holidays in the mountains and they spent, I don't know, about 3 weeks riding a horse morning, afternoon and evening. My job as a doctor of horses is just a blessing for me. It's what I really enjoy doing. კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკული საჩუქარი კატარის საზოგადოებისთვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. 2016 წელს ჩილეში მოქმედ არქიტექტურულ სტუდია ელემენტალს ხელოვნების მუზეუმის არტმილ მუზეუმის დაპროექტება შეუკვეთეს, რომელიც 2030 წელს გაიხსნება. მე ვესაუბრე ალეხანდრო არავენას, პრიცკერის არქიტექტურული ჯილდოს ლაურეატ არქიტექტორსა და სტუდია ელემენტალის აღმასრულებელ დირექტორს. თუ როგორ მიდის საქმე? ყველაფერს ნულიდან არ ვიწყებთ. პორტში უკვე არსებობს წისქვილების შენობები. ინდუსტრიულ არქიტექტურაში თავად სტრუქტურა, არქიტექტურა, მისი DNM უკვე განსაზღვრულია. ამ 8 წლის განმავლობაში უფრო მეტი ტექნიკური მონაცემი დავამატეთ. ძალიან ზუსტად უნდა იმოქმედო, რათა რასაც გააკეთებ, დროს გაუძლოს როგორც ფიზიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. That whatever you do will last physically, culturally, and at the same time you have to ამავდროულად პროექტის საგამოფენო სივრცეებისა და ქალაქის დიზაინის უახლეს ტენდენციებსაც უნდა მოვარგო. კატარი დინამიკურად ყალიბდება საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრელი შენობებითა და საცხოვრებელი კორპუსებით. იმედი გვაქვს, რომ ამაში ჩვენ შევიტანთ წვრილს ამ მნიშვნელოვანი პროექტის წყალობით, რომელიც განსაკუთრებულად კარგ ადგილზე კეთდება და რომელიც კიდევ უფრო მეტ სივრცეს შექმნის, სადაც ხალხი შეიკრიბება და თავს კარგად იგრძნობს. Specific project that is in a very special location at the end of the corniche to expand that public realm in which people will be able to come together in a nice way. კულტურის წლების პროგრამის ეს გამოშვება დაასრულდება, მაგრამ არ შეწყდება ის თანამშრომლობა და ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიებები, რომლებიც პროგრამის მონაწილე ქვეყნებს აკავშირებს. დღეს სულ ეს იყო. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ და მომავალ შეხვედრამდე.